ხარაგაულის რაიონის ეს ხეობა, მდინარე ჩხერიმელას ხეობა, მთლიანად არის მოწყვლადი ქანები, არის სეისმურად აქტიური ზონა. ეს მარშრუტი უალტერნატივო იყო, აი. რამდენიმე სოფელი ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა და განადგურდა. აფეთქებები აქ არ უნდა ჩატარებულიყო. ყოველწუთიერად ველოდებით უფრო დიდ ზიანს. ალბათ რაღაც მომენტს ელოდებიან და რაღაცა მოხდება მან და რაღაცა რეაგირება როდესღაც იქნება. აქ გვაქვს არაპროფესიონალისთან საქმე ბინმეს მხრიდან. თუ იქ მივდივართ, რომ ესე უფრო მეტი ფული გაკეთდა ამ პროექტზე. სახალხო მატარებლების გატარება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში არ იგეგმებოდა. ეს ახლა რამდენად მართებული იყო, სათვირთო გაატარო და ის ორი ელმავალი, რომელსაც 4 მემანქანე უზის და იმას წირავ. აი, ეხა მეგეწვით რა სიბინძურია მას შედებული დამაცავე, რომ აი იქაც რო ყოფილიყო, აი აქაც არ აი ზუსტად. აი ეგეთი სიბინძურია მან შედებული. ამუნისის ხეობაში 4 მილიონი კუბი მიწა რო შევიდა და ჩაიყარა. ეს ხო არ მომხდარა 1 საათში. და ეს დაგუბებული მდინარე როდის იფეთქებს იმ ვერესავით, ესეც კაცმა არ იცის. საერთოდ ძალიან მიზერული თანხაა მაგ ხალხის ღირსეული კომპენსაციაც კი. აი ეგ ჩასავარდნია ბევრი და აი ეგ არის 2 მეტრაზე რკინი გზა. ანუ ხდები იქ რა ხდება? რა დააშავა იმ ხალხს? სახლი ეგრეო და მივიდა ვიღაცა და მიუტანა 300 ლარი სახლი რო გენგრევა. შენ რო დაგენგრა სახლი. შენ თუ დაგაჯერეს რომ ავი ბუნებაა და ხდება. ჩემი წამოსვლის მერე ჟურნალისტი უთხრა რომ მაგ თემაზე ხმა აღარ ამოიღო. ჩვენ ჯიუტები ვართ. მესამედ შევეხები ამ თემას, შენ თუ ჩამიყვან და იმ ხალხს დამარაპარაკებ, ვის ჩემზე თქვა თანამდებობა უნდა